ვუყურებთ ნატოს და ევროზოგადად ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ფრანსუა ოლანდის განცხადების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა, როდესაც მან თქვა, რომ ახალ გაფართოება ნატოსი ამ ეტაპზე არ უნდა დადგეს დღის წესრიგში. ჩვენი სტუმრები არიან მამუკა კუდავა, ყოფილი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ბატონი გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან და პეტრე მამრაძე, მთავრობის კანცელარის ყოფილი უფროსი. მოგესალმებით ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და პირველ რიგში ბატონ მამუკა თქვენგან დავიწყებთ. რამდენად ელოდით საფრანგეთის პრეზიდენტისგან ამას თქვენ წლები მუშაობდით საფრანგეთში და საფრანგეთზე ყოველთვის ამბობდნენ რომ იყო სკეპტიკოსი, მაგრამ არა ისეთი როგორც გერმანია. და ნუ ეხლა ოლანდმა ფაქტობრივად პირდაპირ ცივი წყალი გადაგვასხა ყველას, შეიძლება ითქვას. პირველ რიგში კუჩხი ბედინერი ამ ახალ ოფისში წარმატებებს სტუდიაში გისურვებთ. არ გამკვირვებია რატო, იმიტომ რომ ძალიან რაღაც ისეთი აჟიოტაჟი მოხდა პრეზიდენტ ოლანდის განცხადებას მაშინ როცა შარშან იყო დაახლოებით იგივე განცხადება ობამას მხრიდან, შემდეგ იყო მერკელის მხრიდან, ორი მთავარი ქვეყნის მხრიდან, რომელიც წყვეტს ვინ გაწევრიანდა. ხო, მაგრამ მაგაზე ობამამ თქვა, რომ ჯერ ნატოს გზაზე არ დგანან და ამან თქვა, რომ პირდაპირ გაფართოებაზე უარი უნდა ვთქვათ ამეთ. ცოტა ისეთი ხო და ერთ კონტექსტში ზრდება. ეს პირველი რომ მთავარი ქვეყნები ვინც არიან გერმანია და ამერიკა, რომლებმაც 2008 წელს ძალიან დიდი როლი ითამაშეს გახსოვთ ბუქარესტის სამიტზე, სადაც მაპი ვერ მივიღეთ, მაგრამ მივიღეთ საპირება. ხო. მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს მეორე მომენტი, რომ სწორედ იმ სამიტზე ბუქარესტში სარკოზი იყო, მაგრამ როგორც წესი საგარეო პოლიტიკა არ იცვლება ამ ხრივ ასეთ დიდ ქვეყნებში. საფრანგეთი მაშინ იდგა სწორედ გერმანიის გვერდზე. მას ჰქონდა გარკვეულწილად კომფორტული პოზიცია, ამბობდა სარკოზი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ აი დაარწმუნეთ მერკელი და მე არ შეგიშლით ხელს. თუ მერკელს დაარწმუნეთ, მე არა, მართლა ესია და რატო უნდა იცოდეს ჩვენ მსმენელმაც და ყველამ, ვინც დაინტერესებული ამ საკითხით, რომ ევროკავშირი იქნება ეს თუ ნატო, საფრანგეთი, გერმანიის წყვილი არის ყოველთვის ერთად. ეს არის მათი პოზიცია ოფიციალური ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული, როცა მათ ჯერ შექმნეს ბირთვი ევროკავშირში და შემდეგ ძალიან ბევრ საკითხში ნატოშიც ერთად გამოდიან. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სიურპრიზი არანაირი. კი ბატონო, მაშინ რას ნიშნავს? მესამე მთავარი მომენტი, რაზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, არის ის, რომ ჩვენ რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა თქვას, რომ იქნება ობამა, მერკელი, ფრანსუა ოლანდი თუ სხვა ხვალთუზეგ. ასეთი განცხადებები იქნება. ასეთი განცხადებები იყო 1999-ში, როცა პირველად გადაწყდა ნატოს პირველი გაფართოება ცივი ომის შემდეგ. ასეთი იყო 2002-ში, როცა გადაწყდა მეორე გაფართოება და ბალტიის ქვეყნები როცა შევიდნენ, ხო? ანუ 6 თვით ადრეც კი პრეზიდენტი შირაკი მაშინ კარგად მახსოვს ნატოში მუშაობდი. მე 99 წელს 2002-შიც დაახლოებით იგივე პოზიცია ჰქონდა საფრანგეთს და კიდევ ბევრ ქვეყანას, არავინ იცოდა ვინ გაწევრიანდებოდა, არ იყვნენ თანახმა. ასე რომ ეს საკითხი არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან, კონიუნქტურასთან, მსოფლიოს შექმნილ ვითარებასთან. გასაგებია, მაგრამ ეს ამიტომაც რას ნიშნავს? რომ დიდი ხანი ჩვენ ნატოს წევრი ვერ გავხდებთ. არ ნიშნავს, აგერ გითხარით, ხო 6 თვით ადრე იყო წინააღმდეგობა მეთქი და გახდა. ანუ შეიძლება შეიცვალოს თქვენ ასე ფიქრობთ. ძალიან ადვილად შეიცვალოს, მაგრამ ეს ბევრ ამაზე არის დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რაც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ხელისუფლებისათვის, მე და თქვენ ახლა შეგვიძლია რაზეც გინდა იმაზე ვილაპარაკოთ და თქვათ, რომ დღეს არ არის დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლებისა, რომ გავხდეთ ნატოს წევრი. რასაც ამბობს, ჩვენი ხელისუფლება დღის წესრიგში არის, მათი დღის წესრიგში არის. გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება მსგავსი საზიანო, არასასიამოვნო თუ არა კარგად გათვლილი ჩვენთვის მესიჯების გამეორება ჩვენი ხელისუფლების მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ეთანხმები, შენ გარკვეულწილად ამოხრუჭებ ამ პროცესს, არ აკეთებ ბევრ რამეს, რათა აი ამ რეფორმების, დემოკრატიზაციის გზაზე იაქტიურო და შენ თუ არ მიაწვევი, შენ თუ არ თხოვ, შენ თუ არ გააკეთებ ამ საკითხის პედალირებას, ვინ დაგეხმარება? გასაგებია, ბატონ პეტრე, თქვენ როგორ ფიქრობთ, პერსპექტივაში რამე შეცვალა ოლანდის იგივე ობამას განცხადებამ, თუ არ შეცვალა არაფერი? არაფერი არ შეცვალა.
ვინაიდან სააკაშვილის დანაშაულის შემდეგ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო პოლიტიკური ავანტურის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ისტორიულ ეტაპზე არასდროს, როგორც ნატოს წარმომადგენლები ხშირად თავდნენ ჩემთან საუბარში, აქაც ჩამოსულები never ever არასდროს არ მიიღებენ ნატოში. რას ლაპარაკობთ? ვინ გითხრათ? ნატოს არაერთმა წარმომადგენელმა. მათ შორის საინტერესო იყო იცით და კურიოზულიც. 2012 წელს დეკემბერში გავმართეთ კონფერენცია პოლიტიკურმა ასოციაციამ, ბატონი არჩილ გეგეშიძე, სხვაები იყვნენ აქტიურები და მოვიდა დევიდ სმიტი. თბილისში დევიდ სმიტი კარგად ახსოვთ. ეს იყო ადამიანი, რომელიც დაუღალავად შრომობდა, სწორედ იმისთვის, რომ დაახლოება ყოფილიყო, ბეჭდავდა წერილებს, მუშაობდა რონდელის ცენტრთან თანამშრომლობდა აქტიურად და მან თქვა ეს ეstrებოდნენ ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, სხვაები მეც გავხდით და დარბაზის სავსე იყო, ამიტომ შემიძლია მოყოლა თავისუფლად. მან თქვა მე დევიდ სმიტმა, ელჩმა დევიდ სმიტმა, საშუალო სამხედროც არის ეს კაცი. მე შემიძლია ვუწოდო ნატოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ არასოდეს არ მიიღებენ საქართველოს ნატოში, ამ კონდოლიზა რაისმა რომ მე გაახვევანა ლავროვს სულ ვეუბნებოდი. სააკაშვილმა რომ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია, მე სააკაშვილის ნათქვამი მაქვს საქართველოსში ქართველების ორი თაობა მაინც ნატოს ვერ ნახავს როგორც საკუთარ ყურებს. ციტრებ კონდოლიზა რაის. შეიძლება უპასუხოთ მე როგორ გნება. დაასრულოს და უპასუხოთ. მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლეს გარდა. და ეს თქვა დევიდ სმიტმა, მე შემიძლია როგორც პიროვნებამ ლაჩრული ვუწოდო და არასწორი ნატოს ამ გადაწყვეტილებას, რომ აღარასოდეს აღარ მიიღებს. ხო, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენ ოფიციალურად რა, თქვენ რაზე საუბრობთ ხა? ეს არ არის რაღაც კონფერენციაზე ნათქვამი, მაგრამ არა, ეს არის უკრაინის გადაწყვეტილება არის სხვა, სადაც წერია რომ საქართველოს გახდება ნატო. კი, ეს არის საქმე. ეს არის ეს მთელი სირთულე ეს არის. და მე მაგალითად წინ გავუსწრებ ყველას და ვეტყვი რომ მუშაობდი აქტიურად ნატოს წარმომადგენლებმა მაშინ ფასოს შევარდნაძე სულხრეს რომ აი სამი მუშკეტერი ყავთ იმისთან აპარატში რომ უსათუოდ შეხვდათ ნატოში. ესენი ვიყავით გელა ჩარკვიანი, არჩილ გეგეშიძე და თქვენი მონამორჩილი. სხვა დრო იყო და ბევრს მუშაობდით და პროცესები მიმდინარეობდა და გქონდა იმედი რომ ბალტიისპირეთთან ერთად იმ ფანჯარაში შევაღწევდით. ასე იყო მაშინ და ეს სააკაშვილის ამ დანაშაულის შემდეგ შეიცვალა ვითარება, მაგრამ ბუქარესტის სამიტზე რომ გადაწყდა რომ უკრაინა და საქართველო უსათუოდ იქნებიან ნატოს წევრები. ნატოს ხელმძღვანელობა არასოდეს როგორც ნატოს ხელმძღვანელობა სტოლტენბერგი ამჟამად არ გამოვა დაიწყოს იცით რა ჩვენ გადავიფიქრეთ ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომას. ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ ამის თქმა, ანუ რუსეთის გამო, ანუ ის გამო რა ბაზებით გასახლა რუსეთის და იმის გამო რომ სააკაშვილმა ეს ჩაედინა ხო? ეს ნიშნავს რომ მაშინ და დაშავა ნატო. ხო, მაგრამ ობამა კონფერენციებზე თქვენს ოფიციალურად კონდოლიზას უთქვამს და ნუ რა ვისმალავენ მაშინ. არ უმალავენ კონდოლიზას უთქვამს არაერთხელ მერეც და მემუარებში და ასე შემდეგ ეს წერილები არის მისი რომ მე ლავროვს ვეუბნებოდი, გარანტიას ვაძლევდი რომ თუ სააკაშვილი დაიწყებს სამხედრო ოპერაციას ან აფხაზეთში ან სამხრეთ-ოსეთში ქართველების ორი თაობა კი ბატონო ესე. ეხლა ნახეთ სპეციფიკური ვითარება. სამი რატო არა, ანუ 4 თაობა. აი რატომღაც 2 მე მგონი იმიტომ რომ გამოცდილი პოლიტოლოგია და აი რაც შეეხება პროგნოზირებად მომავალს დიპლომატიურად ერთი დღეს და ხვალ ვერ შევალს მსგავსი ზურაბ ბაბაშიძე შეეძლო ეთქო უფრო ზურაბ ბაბაშიძეს რომელიც ჩვენი ელჩი იყო ნატოში და შესანიშნავად მუშაობდა მის წინ ყველას შევთავაზებ მართლაც ლორდ რობერტსონის შესწავლით რომელიც მაშინ გემდივანი იყო ესე მას შეეძლო რა თქმა უნდა ეთქო რომ ხვალ ზეგ მაზეგ და ზეგიზეგ მაგრამ დიპლომატია და დაჭერდა ხვალ ზეგ რეზუმე როგორია? უნდა ვიმუშაოთ გამალებით და ხმაურის გარეშე, რომ ჩვენი სტანდარტები და ნატოს სტანდარტები ეს არის დემოკრატია, ეს არის თავისუფლება, ეს არის ხელისუფლების შტოების სრული დამოუკიდებლობა, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. კი ბატონო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მისაღებია საბოლოო ჯამში. ბატონო ამუკა, ბატონ გიორგიძეც მოსვიდა და შემდეგ დაგიბრუნდა. ეს ფრაზას ხოლოდ. წლების განმავლობაში მე პირადად თუ ამერიკის მაშინდელი ელჩები და სხვა მეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ჩემი სააკაშვილს თუ მართლა უნდა ქვეყნის ნატოში შესვლა, რატო ლაპარაკობს ამაზე საჯაროდ? ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის ლიდერებმა ერთად აღებულებმა იმისი მეასედი არ გააკეთეს განცხადებებისა, საჯარო განცხადებებისა, ვიდრე ეს ერთი კაცი აკეთებს ერთ თვეში. თქვენ რა გინდათ ნატოში შესვლა, გინდათ მართლა? თუ გულის მოფხანა იმაზე რომ ნატოში შესვლას აპირებთ.
და ენის მაპატიეთ დარტალი. აირჩიეთ ან თუ გინდათ ნატოში შესვლა, მაშინ იმუშავეთ და ხმასნო იღებთ ზედმეტად. იმიტომ რომ ერთიანად ღიზიანდებიან ნატოს ლიდერები და რუსეთის ხელმძღვანელობა. რად გინდათ ეს? კი ბატონო, დასაგებია ბატონ გიორგი, თქვენი პოზიცია როგორია? თქვენი პოზიცია როგორია? ანუ პერსპექტივა ნატოში გვაქვს თუ აღარა გვაქვს საერთოდ თქვენი? ხო, სამწუხაროდ აღარა გვაქვს არც დღეს და ხვალ, არც ამ თაობას და არც შემდეგ თაობას და ალბათ შემდეგ თაობებსაც კი. რეალურად რომ ვთქვათ, მართლაც მე ბატონ მამუკას დავეთანხმები, არაფერი ახალი არ ვთქვამს ახლა ბატონ ოლანდს, მადლობა მას იმისათვის რომ სიმართლე თქვა და გარკვეულწილად გააჟღერა ის რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ იგივე ობამას შარშან, იგივე ქალბატონ მერკელს ალბათ ერთი 20 ჯერ აქვს ეგ ნათქვამი ღიად კულუარებში პოლიტიკური წრეებისთვის თუ პირდაპირ ეთერის მეშვეობით. აღარ დარჩა არც ერთი მაღალი თუ დაბალი ჩინოსანი რაღაცა ანსამბლების ხელმძღვანელები, კომიტეტების თავმჯდომარეები ევროკავშირის სისტემაში, რომ არ კონდეთ გაცხადებული, რომ ამ შემთხვევაში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება ეს არ არის იოლი საქმე და პერსპექტიული ამ თვალსაზრისით და საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ამ შემთხვევაში არ არის რეალისტური და ოლანდმა გუშინ განაცხადა ეს ყველაფერი ძალიან კონკრეტულად და არაორაზროვნად, რაც ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ჩვენ ხო როგორ ვითარებაში ვართ პრაქტიკულად, ყველამ კარგად ვიცით, საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა, იმათმაც კი, რომლებიც პროდასავლური ორიენტაციით გამოირჩევიან, ასე ვთქვათ და კავკასიონზე გადმომდგრები არიან და ლანძღავენ, ვთქვათ ამ შემთხვევაში რუსეთს და ამითი პატრიოტიზმს ამტკიცებენ. ყველა ხო დარწმუნებულია და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ არსებობს, მაგრამ რატომ არ არსებობს? არ არსებობს ძალიან მარტივი პოლიტიკური მიზეზების გამო, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ თქვა ნატოს წევრები ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. რუსეთის ფაქტორია თუ ჩვენი ფაქტორია, რაზეც ბატონი პეტრე რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის რუსეთის ფაქტორი, რომელსაც ჩვენ და სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ისეთი ძლიერება გააჩნია, რომ მას ანგარის უწევს აგერ მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო. მოგწონს ეს ჩვენ არ მოგწონს, რეალობა არ და რეალობას თუ არ შევხედავთ, კონკრეტულ სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ქვეყნის განვითარებისათვის სწორნაბიჯს ვერ გადავდგამთ. ჩვენ ვართ სირაქლემას პოზაში, ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რახან რაღაცა არ მოგწონს, რახან რაღაცა ჩვენ მიმართ ნათქვამი არ გვსიამოვნებს, გვირჩევნია რომ კი არ გავაანალიზოთ ეს თელმა ერმა პოლიტიკურმა ასპექტმა უპირველეს ყოვლისა და რაღაც გარკვეული ამ წარწერტილზე რო ვართ 20 წელიწად და ერთ ადგილს რო ვტკეპნით იმ იმედით რომ და იმ სათხოვარათი რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ოდესმე ნატოს წევრები. არამედ შევცვალოთ ეს პოლიტიკა და რაღაც უფრო მოქნილი პოლიტიკა შევიმუშაოთ საგარეო. როცა ქრისტიან დემოკრატებში იყავთ მახსოვს რომ მაშინ ნატოს აქტიურად უჭერდით. არა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ნატო ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გჭირდება მისი ქუდი და საქართველოს გჭირდება ნატო იმ თვალსაზრისით, რომ მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული პრობლემები და არ შეიქმნას ახალი. ამის ნახეთ პერსპექტივას უფრო იმედიანად უყურებთ მაშინ. არა, შეხედეთ, მაშინ პერსპექტივის რეალობა იყო კიდევაც, როდესაც ჩვენ ნატო გვეუბნებოდა, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს არ შეიქმნება პრობლემები მასთან არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამო, ტერიტორიული პრობლემების გამო, არ გახდება ეს მიზეზი ნატოში გაწევრიანების, ასე ვთქვათ, წინაღობა. ეს აჩენდა გარკვეულ იმედებს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი იყო ადრე თუ გვიან სოფლიოს რაღაცა პოლიტიკური გადანაწილების ფორმატში ისეთი რეალობა შექმნილიყო, სადაც საქართველოს გაეხსნებოდა გზა, მაგრამ როდესაც ჯერ იყო და ნაციონალების დროს და ბატონმა პეტრემ ისაუბრა ამაზე, როგორ 2008 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, მოვკალით ჩვენ პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ხო რომ შარშან უელსის სამიტიდან ჩვენმა თავისუფალმა დემოკრატებმა, რომლებიც მაშინ საგარეო მიმართულებებს კურირებდნენ, ჩამოიტანეს გარდაცვალების ცნობა. და გარდაცვალების ცნობაში ეწერა რა, რომ ჯერ რეზოლუციაში, რომელსაც ესე ერთი ცალიყურის მიქცევი და ცალყბად შეეხო ყველა. არ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ იყო, რომ გითხრეს, რომ რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ ჯერ საქართველოს შიდა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ის კონფლიქტური სიტუაციები, რომელიც მას აქვს და მერე დააკაკუნეთ ნატოს კარზე. აი აქ მინდა გითხრათ, გარდაცვალების მოწყობას მაგიტო ვამბობ, დამთავრდა საუბარი. ჩვენ თუ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოვაგვარებთ და გასაგებია რომ ეს თუ მოგვაგვარებთ ამას უნდა მოვაგვაროთ ყველაზე რთულ მეზობელთან, რომელიც კი შეიძლება დედამიწაზე არსებობდეს რუსეთთან, მე ვიღას რაღაც სჭირდება ნატო. მე როგორც მახსოვს, ეხლა ციტატა ზუსტად არ მახსოვს, ბატონო გიორგი. ციტატა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც მახსოვს, თადასეც არ ეწერა, რომ უნდა მოგვარდეს და მე ეს იყო პირდაპირ მაგაზე აპატრონესაც მოუწია. მე მახსოვს, მაშინ დავაიყო ამ თემაზე. არა, დავა არა, მაგასთან დაკავშირებით შემდეგ, როდესაც გაჟღერდა ეს თემა, რომ იქ წერია, რომ უკვე პრაქტიკულად უკვე ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები და მე რევიზიონოთ ნატოს შესვლაზე, მაგაზე მოუწია ჯეიმს აპატრონესაც ახსნა.
იმიტომ ვამბობ რომ იყო ნუმერიულობთ მაინც გახდებით ოდესღაც წევრებიო და ანუ ჩვენ გისმენთ ჩვენ აქ ყავს ორი ნატო სკეპტიკოსი ასე ვთქვათ ნატო სკეპტიკოსი არა რეალისტები არ ჯერათ კი ბატონო რეალისტები თქვენ რა გაძლევთ მაშინ საფუძველს რომ უახლოს მომავალში შეიძლება გავხდეთ ნატოს წევრი ხოლო ის მაგალითი რაც მოიყვანეთ რომ 6 თვეში შეიცვალა შემდეგ თქვათ ბალტიისპირეთში უამრავი მაგალითი არის ამისი ჯერ ერთი დავიწყოთ მარტივი ფუნდამენტური საკითხიდან ხო ჩვენც ნატო თვითმიზანი კი არა ჩვენც თვითმიზანი არის საქართველოს დამოუკიდებლობა მისი უსაფრთხოების გარანტიები რომელსაც არავინ იძლევა უკეთესად ბოლო 70 წელია მინიმუმ ვიდრე ნატო ევროპაში ამაზე საუბარი ეს გარანტიები ვერც ამის აუცილებლობა დადგა გასაგებია ჩვენ თუ ამ ალიანსის შევხედავთ და ეხლა ეს დეფეტისტური რაღაც წაგებიანი და ეს ფატალური შედეგებით არ შევხედავთ ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ უამრავი მაგალითი ამის გერმანია გაყოფილი იყო 50 წელი ხო თითქმის ბალტიის ქვეყნები როცა შევიდნენ 2002-ში როცა გადაწყდა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანას არ ქონდა საზღვრები დადგენილი რუსეთთან ანუ არ იყო ეს დელიმიტაცია გაკეთებული ამის გარდა რომ დავიწყოთ ლაპარაკი ნატოში გაწევრიანებაზე ეს არის პოლიტიკური ნების გამოხატულება ხო პოლიტიკური ნება არ იყო 90-იანებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაშინ როცა პოლონეთი დიდი ქვეყნები ძალიან მონდომებული იყვნენ საერთოდ არ იდგა ეს საკითხი ერთი 10 წელი დაჭირდა მინიმუმ იმის მომზადებას რომ შეგუებოდა დასავლური პოლიტელიტა იმას რომ ეს არის მათ ინტერესებში რა თქმა უნდა ხელი შეუწყო რამ მაშინ 90-იანებში რუსეთის სისუსტემ ელცინის პერიოდში პირველ წლებში პუტინის ხელისუფლების ეხლა სხვა ვითარება ჩვენ ხედავთ ძლიერ რუსეთს რომელიც უკრაინაში ფაქტობრივად ომი დაიწყო ხო და ამას ვლაპარაკობ ანუ პოლიტიკური ნება მაშინ იყო დღეს არ არის ხო რახან ამბობს ობამა მერკელი ოლანდი გვესმის განა არ გვესმის მაგრამ ალტერნატივაში არც მაშინ არ იყო პოლიტიკური ნება ჩვენ ვერ მოვხდით გადანაწილებაში რომ დასავლურში აგანაში მოხდა ამის ალტერნატივა არის ორი რამე პირველი დღეს სტუდენტმა მკითხა რა ვქნათ ესე რომ არ ვიღებენ ახ მეუთხარი ჰარვარდში თუ გინდა წასვლა ერთხელ არ მიგიღეს ორჯერ არ მიგიღეს სამჯერ ხო შეეცდები მოემზადები ვიღაცებს უკეთეს პროფესორებთან ივლი გაიცნო ესე არის ახლა რა ვქნათ გავანებოთ თავი ევრაზიის კავშირში შევიდეთ პუტინს ისე დაველაპარაკოთ რომ იმას ვიზამთ რა ქვია მოულბობთ ხასიათს და დავარწმუნებთ რომ ჩვენი შესვლა იქ არ არის პრობლემა თუ რა ამიტომ ჩვენი თავარი მიზანი რჩება კვლავ იგივე არის ცუდი სიტუაცია სამწუხაროდ უკრაინის გამოც თლიანად პოლიტ ლიდერების არაპოპულარობის თუ არც თუ დიდი სტეიტსმენობის ანუ სახელმწიფო მოღვაწეობის გამო იგულისხმება ამ შემთხვევაში ობამა თუნდაც მერკელი ნაწილობრივ სხვების ოლანდი საერთოდ ყველას მაგით ვაწყნარებ რომ 13% ქონდა ის სანამ შარლი ებდო მოხდა პოპულარობა ანუ იმდენად არაპოპულარულია და იმდენად არ აქვს მის წონას მის სიტყვას წონა ევროპაში რომ ნაკლებად უნდა უყუროთ. ანუ რას ვლაპარაკობ? უნდა დამწიფდეს კრიტიკული მასა პოლიტიკური ნების მომზადების დასავლეთში, დასავლეთის დედაქალაქებში, რაც ზოგ შემთხვევაში პოლონეთი და სხვები იყვნენ 10 წელი დაჭირდა, 15 წელი დაჭირდა ბალტიის ქვეყნებს. ჩვენ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ვართ ესმის და ის აბსოლუტურად არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს რუსეთის ომის გამო ეს მოხდა. არა, ეს მოხდა იმის გამო, რომ ბუქარესტში როგორც მოხდა და გადაწყდა ეს წინ უსწრებდა ჩვენს ომს, როცა არ მოგვწეს მაპი, ეს მაშინვე შეიმჩნეოდა. შეიმჩნეოდა, იმიტომ რომ ბუშის ბოლო წელი იყო, ძალიან რთული ვითარება იყო მაშინ რუსეთთან, ანუ უკვე პუტინი თავისი აგრესიულობით გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე, რას ვამბობ? ომი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ მივაბათ ნატოში გაწევრიანებაზე ეს ფორმალურად არ არის შეიძლება მოქმედებს ეს რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებს მაგრამ იმის თქმა რომ ჩვენ ახლა გავანებოთ თავი საქართველოს არაფერი ეს ამყარებს პრორუსულ ორიენტაციას
არავითარ პრორუსულ ორიენტაციას საზოგადოებაში აბსოლუტურ ნიჰილიზმს რა ესე რა რომ რახან სტრატეგიული მოთმინება იყო და არ გვიღებს ნატო ამიტომ პრორუსული ორიენტაციის სიმართლის აღიარება რეალობის თვალში ჩახედვა იმის დამტკიცება რომ იმაზე რომ დავიჯეროთ ელემენტარულად რომ ამდენი ხალხი გვეუბნება რომ ნუ იტყუებს თავს ნუ დაფრინავთ ილუზიებში და ჩვენ თუ თურმე პარალელურად იმასაც გვეუბნება რომ კარი ღიაა ჩვენ თუ კარი ღია არა ის თვითონ გვატყუებთ არაფერი კარი არ არის ღია ნუ ყველა თავს ვიტყუებთ თვითონ გვატყუებთ ოლანდმა თავისი განცხადება გააკეთა გუშინ მარტო რაც მოუვიდა თავში და თავისურვილი გააჟღავნა და ძალიან უცნაურად და ძალიან ლოგიკურად არ დაემთხვა ეს რატომ განაცხადა და თავარი ჩემი და მაბადე სოჩის მეტი მინსკის შეხვედრაზე 100%-იანი მე ლავროვის განცხადებაც მივხვდი რატო გაკეთდა ორი კვირის წინ რომელიც აი ცოტა უცნაურ დროში არაადეკვატურად ჩანდა მაგრამ ოლანდის გუშინდელი განცხადების ზუსტად მივხვდი რატომ გააკეთა განცხადება ლავროვს ოლანდმა გააჟღერა ის რა შეთანხმებაც შედგა მინსკში როდესაც ძალიან კონკრეტულად გამოჩნდა რომ რუსეთს შეპირდნენ რომ თუ ის ხელს აიღებს უკრაინის ბოლომდე განადგურებაზე და შეჩერდება იქ სადაც ეხა შეჩერებულები არიან და დებალცევოს აღარ გაცდებოდა ეს უბედურება რაც იქ ტრიალებდა შესაბამისად იღებდა ვალდებულებას ამ შემთხვევაში საფრანგეთი და გერმანია და ძირითადად ნატო რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ მოხდებოდა მხოლოდ იმ ქვეყნებს რომლებსაც განაცხადი აქვს შეტანილი ეთქმება უარი ეხლა წარმოვიდგინეთ ლავროვმა რატო გააკეთა ერთი კვირის წინ განცხადება მე ერთგვარი რომ დავხოცეთ მაგის გამო ერთ დღეში შევალ თუ ორ დღეში ნატოშიო იმიტომ გააკეთა ლავროვმა რომ შეახსენა ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტულად შეხვედრის მონაწილეებს რომ გასაცხადებელი და გასაჟღერებელია ის შეთანხმება თქვენი ვერსია გასაგებია და დავასრულებინოთ და შეგვიძლია მოვიტყუოთ თავისე და თავი ჩავრგოთ ბუჩქებში და შეგვიძლია რეალობას გასაგებია ბატონ გიორგი დაასრულეთ ბატონ მამუკა ძალიან მეკვირს აი ის სიამოვნება რითაც ამაზე ორივე საუბრობთ აი ისე რომ ესე იგი ჩავექნიოთ ხელი აი ლავროვმა ეს გააკეთა ესე იგი ევროპა დაამარცხა ევროპა და არც უნდა იმაში განაცხადოს რომ ნატოში არ გავწევთ როგორ ლაპარაკობთ საზოგადოებას არ ჭირდება ნიჰილიზმი და აბსოლუტური საიდან მოტანილი არ ვიცი აზრები ის იმას შეუთანხმდა თითქოს ამაზე ლაპარაკი უკვე იყო გადაწყდა რომ აღარ მოხდება საერთოდ გაფართოება რეალს ლაპარაკობთ 90-იანებში იგივე იყო 2000-იანებში იგივე იყო სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ეს საკითხი უნდა მომწიფდეს ამას უნდა პოლიტიკური ნება ამას უნდა სერიოზული მუშაობა რუსეთი გასაგებია რუსეთი თავიდან 91-ში განაწილებაში მოდი დავასრულებინოთ ბატონ გიორგი დავასრულებინოთ ბატონ გიორგი დავასრულებინოთ რა ვქნათ ევრაზიაში წავიდეთ არ არის აუცილებელი ლაპარაკი არის იმაზე რომ ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად დიდი ცვლილება დასავლეთის დედაქალაქებში იქნება ეს მომავალში არ აქვს მნიშვნელობა ჰილარი კლინტონი მოვა თუ რესპუბლიკელი სხვა რესპუბლიკის პარტიიდან სხვა პრეზიდენტად ამერიკაში, სხვა ლიდერები ევროპაში, უკრაინის ბოდიში, რუსეთის შესუსტება იქნება სანქციებით, ნავთობის ფასის დაწევით თუ სხვა აქციებით იმისათვის, რომ ეს მომწიფდეს. ეს არის მრავალ პროფილიანი საკითხი, რომელშიც დიდ როლს თამაშობს როგორც პოლიტიკა, ასევე ეკონომიკა და რა თქმა უნდა ქვეყნის სიძლიერე. და რა გიჩვენებთ, რამდენი წელი მოვიდოთ? არა 4 წელიწადში ერთხელ ბატონო მამუკა კარგავთ საქართველოს ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილებს. არ ხდება ესე გარანტიით დავკარგეთ, მე აფხაზეთი დავკარგეთ, მე გალი დავკარგეთ, მე საქართველოს სოფლების წვდომა დავკარგეთ ცხინვალის რაიონში. მე 2008-ში დავკარგეთ ახალგორიას და კოდორში. კიდე რამდენიმე დავკარგოთ, აი ამ აბსურდული პოლიტიკა. განაცხადოს საქართველოს აღარ უნდა ნატოში წევრობა. მინიმუმ იმას მაინც მოახერხებთ. პუტინი იტყვის რომ აი რაკაი ბიჭები არიან, ახლა მეტი აღარაფერს აღარ გავაკეთებ. კირიმში რა მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში? საფრთხის მატარებელი არის ამ ყირისა პუტინი გვეტყვის რომ შეგვეცოდებით და ასე შემდეგ. ბატონ გიორგი, ბატონ პეტრესაც უნდა ვიცეთ. ბოლო ეს არის რეალურად დავადგებით იმ გზას რომ მოლაპარაკების პერსპექტივას გავაჩენთ. სტრატეგიული სანამ ჩვენ აქ საფრთხის მატარებლები ვართ, მოლაპარაკების პროცესს ვერ ვაწარმოებთ. არ ვაწარმოებთ მოლაპარაკების პროცესს. შევაჯამოთ საქართველოს ჭირდება სტრატეგიული მოთმინება, განვითარება, თავისი მიზნებიდან არ გადახვევა და არა პრორუსული იზოლაციონისტური პოლიტიკა. ბატონო? და ნაკლები ყბედობა ოფიციალური პირების მხრიდან. როცა ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ
მოსკოვშიც და თბილისშიც და სხვადასხვა ბრიუსელში შესანიშნავად იციან, რომ არც დღეს, არც ხვალ, შეეძლო თქვა, არც ზეგ, არც მაზეგ, ხომ? ეს არის საჭირო და სასარგებლო განცხადება საქართველოს უსაფრთხოებისათვის და ამას ნატო შტაბ-ბინაში სადაც ბატონ ზურაბ აბაშიძეს ძალიან კარგად იცნობენ. ზუსტად ასე აფასებენ, მე ეს ვიცი. როცა მე მეკითხებოდნენ წლების განმავლობაში უკვე კოდსები რომ მოვიდნენ, ასე უწოდებენ. ოცნებას ხო მეკითხებოდნენ დიპლომატები მეკითხებოდნენ კი მაგრამ აი ალასანია რო აკეთებს ამ განცხადებებს ამ იარაღზე რა არის ის მე ყველაფერი ეს დავწერე ვიცი რომ ვერ მოვასწრებ ამიტომ მაყურებელს თავაზობ კვირის პარტაჯიზე ჩემი პერსონალური ბლოგი მაქვს იქ ყველაფერი ანალიტიკურ წერილებში არის და შეიძლება გაეცნოს მაგრამ მინდა ერთი თქვა და ძირითადი 99 წელს 9 აპრილის შემდეგ სოიუდისის თავარი ინტერვიუში ამბობს ლიტვაში რომ ჩვენ გვაბრალებენ რომ SSR-დან გასვლა გვინდა რა სისულელეა რა პროვოკაცია ჩვენ გვინდა ერთადერთი ლეინური პრინციპების გამტკიცება სუვერენიტეტი და ასე შემდეგ და არა ის ასაც სილს გვწამებენ არ გვინდა ეს თქვა სოიუდისის ლიდერმა იქაურის ახლო ფრონტის ლიდერმა მე ეს კაცი ლიტვის სეიმში იყო იმ კომიტეტის თავმჯდომარე რომელსაც ევალებოდა ნატოსთან კანონმდებლობის სრული კომპილაციის შემდეგ ლიტვა შედის სხვებთან ერთად. აი რას ქვეს რომ სამივე ქვეყანამ 100-ჯერ ნაკლები განცხადება გააკეთა ჯამში, ვიდრე თქვენი საერთაშორისო ერთაშორისო. ანუ თქვენი რეცეპტი არის რომ ნაკლები ვილაპარაკოთ და ვიმუშაოთ. და ესეა, რა თქმა უნდა, ფანჯარა შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ახლა არა, ნამდვილად არა. მე მინდა ერთის დავამატო. დღეს ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, დალია გრიბაუსკაიტე, Washington Post-ში, საშა სექტემბერში ყვირის ქალი, რომ ჩვენ უნდა შევარცხინოთ დასავლეთის ლიდერები. ანუ ოლანდი, მერკელი, ობამა და ასე შემდეგ. ნატოს აღარ უნდა თავისი საკუთარი წევრების დაცვა, ჩვენი დაცვა აღარ უნდა. ჩვენ უნდა ვიყვიროთ ამაზე. პოლონეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ამბობს საოცარ ფრაზას ბოდიშ ვიხდი ყველასთან, რომ სამწუხაროდ ჩვენ პოლონელები, ჩვენი მთავრობა დიდი ხანია ორალური სექსით მემსახურებით შეერთებულ შტატებს. და იკითხება მისი მოსაუბრე პოლონეთის ცნობილი პოლიტიკოსი. და რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ ჩვენ ცალკე ვაღიზიანებთ რუსეთს, ცალკე ვაღიზიანებთ მერკელს, გერმანიას და ვღებულოთ პასუხად ნოლს. სხვანაირი ვითარებაა. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს. მე ვეკითხებოდი სიფრთხილე ერთია და მეორე პოზიციების საერთოდ გადახედვა, როცა ლაპარაკობს ესა თუ ის ქართველი ხელისუფალი იგივეს, რასაც ლაპარაკობს ამ შემთხვევაში ოლანდი თუ სხვა ლიდერი, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით. ეხლა მე ვთქვა რომ მე აღარ მივისწრაფი, მაგრამ ჩუმჩუმად რაღაცები ვაკეთო. ეხლა ესე არ ხდება დიპლომატიაში, ხო? დიპლომატიაში მთავარი რაც არის კარგად დრო ვიცი, იმიტომ ამბობ. შენი პოზიციების მუდმივად თანმიმდევრულად გატარება და არ გადახვევა კონიუნქტურით ამის მოტყუება საჯარო განცხადებებით, რომელიც არის ტყვირი და დემაგოგია და ზიანს დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მე მინდოდა ასევე დღევანდელ განცხადებაზე მოგერინის და იოჰანეს ხანის გაგვეკეთებინა, მაგრამ ვეღარ ვასწრებ, სადაც მათ თქვეს, რომ რიგი სამთან დაკავშირებით კარგად უნდა მოვიფიქროთ უვიზო რეჟიმთან, რას ვიზამთო, აქაც რაღაც კითხვები გაჩნდა, თუმცა ნახოთ საბოლოო ჯამში გაირკვევა. დიდი მადლობა. აი იგივე მისში, რომ ძალიან დიდი ალბათობით ჩვენი მოკავშირეები აღარ აღარ ვიზო რეჟიმს აღარ მოწევს. კი ბატონო, ნახოთ, დიდი მადლობა. ნახოთ საბოლოო ჯამში რა იქნება მაისში. დიდი მადლობა გიორგი ახვლედიანი, მამუკა კუდავა და პეტრე მამრაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. გადაცემა რეზუმეებით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.